ნოტარიუსებს დამატებითი უფლებები მიენიჭათ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე უკვე შესაძლებელია ნოტარიუსებმა კომპანიები დაარეგისტრირონ და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები აწარმოონ. საჯარო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან წვდომის უზრუნველსაყოფად ნოტარიუსთა პალატასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ცვლილებები მომსახურების გამარტივებაზე ორიენტირებული და ამიერიდან მომხმარებელს საშუალება ექნება სანოტარო და საჯარო რეესტრის მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს. Camde notariusები მხოლოდ განცხადების რეგისტრაციის წარდგენი პირები იყვნენ. უკვე ამ მემორანდუმის შემდგომ, მას შემდეგ რაც ისინი გაივლიან სწავლებას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი ტრენინგების საფუძველზე, ხდებიან რეგისტრატორები, ანუ ამ ფუნქციის განახორციელებელი პირები. ეს არის რეფორმის ლოგიკური შედეგი, რაც განხორციელდა საჯაროებში, განხორციელდა ნოტარიუსთა პალატაში სრული ელექტრონიზაცია, რამაც საშუალება მოხსნა უკვე რომ გაუხსნათ ნოტარიუსებს ჩვენი სარეგისტრაციო ბაზები და შესაბამისად უკვე მხოლოდ განცხადების მიღების საშუალება კი არ ექნებათ, უკვე სრულფასოვანი რეგისტრაციის განხორციელების საშუალებაც მიეცემათ.